საერთოდ დღის განმავლობაში იმდენი რამ ხდება ისეთი, რომელიც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ აკვირვებს, რთულია ყველაფერს თავი მოუყარო შემაჯამებელ მიმოხილვაში. მაგრამ დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა რეჟიმის ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებითაც კი იყო პრეზიდენტ სააკაშვილისათვის 12 წელიწად ნახევრიანი სასჯელის გამოტანა. არ ვიცი რამდენად ელოდა ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელსაც ახლა ჩავთავთ ეთერში. მე მივაქცია ყურადღება დილით მისი სხვა კოლეგებისა და იქ მისული ადამიანების კომენტარებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული შთანთქმის პრინციპით ალბათ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება და რაღაც სავარაუდო წლების რაოდენობაზე იყო საუბარი. არც ერთ მათგანში 12 ნახევარი წელი არ ფიგურირებდა. ბექა, რამდენად იყო მართლაც მოსაოდნელი ეს გადაწყვეტილება და აქვე განგვიმარტეთ უმრავლესობა ჩვენგან საერთოდ ეგონა, რომ 2012 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების აი ამ სასჯელების შეჯამების პრინციპი საერთოდ ამორიცხული იყო ქართული სასამართლოს იურიდიული და სასამართლო პრაქტიკიდან. განგვიმარტეთ რა მოხდა? კი ბატონო, მოგესალმები გიორგი, მივესალმები მაყურებელს. ეხლა გარკვეული იურიდიულ კაზუისტიკაში უნდა შევიდე, მაგრამ ვერ გავექცევით, ისეთი საკითხია. მოკლედ, გვაქვს ესეთი ვითარება. რახან მიხეილ სააკაშვილისთვის იყო განაჩენები დამდგარი პოლიტიკურ საქმეებზე, წლები მისჭილი იყო და საზღვრის კვეთაზე ბრალი წარუდგინეს იმ ვითარებაში, როდესაც უკვე განაჩენები არსებობდა, შეიძლებოდა სასამართლოს ემსჯელა, რომ ხო არა აქვს ადგილი განაჩენთა ერთობლიობას. მაგრამ ეს გამოირიცხა მას შემდეგ, რაც პატრიკო ჭლამაზაშვილმა პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა 9 წელი. უკვე 9 წელთან მიმართებაში უნდა ემსჯელა მიხეილ ჯინჯოლიას. და აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამ პიჯაკების საქმესთან დამდგარი განაჩენის თვალსაზრისით უკვე რეციდივით ვეღარ იმსჯელებდა, რაზეც დღეს გააკეთა ჯინჯოლიამ აქცენტი თქვა, რომ დანაშაულის რეციდივს, ანუ განმეორებას აქვს ადგილიო, სასამართლოები პირის მიერ დანაშაულის ჩადენასო, თუ რეციდივით მსჯელობდა, მაშინ საზღვრის კვეთის საქმეზე დამყენებული ეს დამდგარი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეჯამებინა აი იმ 6 წელთან, რაც მანამდე იყო დამდგარი. როცა მიშა ჩამოვიდა. მაგრამ იმას ვერ აჯამებდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პატრიკო ჭლამაზაშვილმა თქვა, რომ 9 წელმა 6 წელი შთანთქავ. თუ 9 წელმა 6 წელი შთანთქა, ასეთ შემთხვევაში და თუ კი არა ეს დამდგარი ფაქტია, მოსამართლე ჯინჯოლიას აღარ ქონდა უფლება ამ 9 წლისთვის დაემატებინა დღეს, რაც არ უნდა გამოეტანა, 4 წელს გამოიტანდა, 3 წელს, 5 წელს, 2 წელს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი ახლა რამდენად გასაგება დავხსენი, ანუ განაჩენთა ერთობლივობა არ გამოდიოდა, თუმცა რეციდივითაც ვერ იმსჯელებდა და ამიტომ უნდა გამოიყენებია ცალსახად შთანთქმა. და ეს ყველას ესმის და ყველასთვის მოულოდნელი იყო მოსამართლე ჯინჯოლიას გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი დაკვირვებით პროკურორებისთვისაც, როდესაც ის ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა, ვერავინ ვერ გაერკვა ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ვიდრე პროცესი დაიწყებოდა და როდესაც კომენტარზე დავდექი, მაშინ ანუ ესე არ მივარაუდია, რომ 12 ნახევარი თუ რას იზამდა, მაგრამ თავარზე გადავალ ახლა იურიდიული კაზუისტიკის მიღმა რა ხდება. როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებას, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, კანონებზე აპელირებას აზრი არ აქვს. და მე დილიდანვე ამაზე ვსაუბრობდი, რომ ჯინჯოლიასთვის რომ დაევალებინათ, მაგალითად ახლა ეს საზღვრის კვეთის სანქცია მაქსიმუმ სასჯელს თვალისწინებდა 5 წელს, ხო? და მისთვის რომ ეთქვათ, რომ 15 წელი მიუსაჯი. აი კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ ეს რო ეთქვათ. მოსამართლე ჯინჯოლია წარბშეუხრელად 15 წელს მიუსჯიდა მიხეილ სააკაშვილს. ანუ დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იურიდიულ ჩარჩოებს მნიშვნელობა არ გააჩნია. იურიდიული ჩარჩოები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პროცესი შედგეს, რაღაც პროცედურას კონდეს ადგილი, თორემ შედეგი, რაც ივანიშვილს უნდა აუცილებლად ის შედეგი დადგება. საერთოდ ბექა 2012 წლიდან მოყოლებული, რამდენად ხშირად გამოიყენება თუნდაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში ეს ეგრეთ წოდებული სასჯელების შეჯამების პრაქტიკა. თქვენ თუ გსმენიათ როგორც ადვოკატს მსგავსი გადაწყვეტილებების სიხშირის შესახებ. აქ რომ ყოფილიყო კლასიკური დანაშაულთა ერთობლიობის ვითარება რომ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ
კი, მსგავსი პრაქტიკა არის. ან ეს რომ ყოფილიყო კლასიკური რეციდივის შემთხვევა, ვიტყოდი რომ მინიმალური, ანუ სანქციით გათვალისწინებული მინიმალური რაც არის მუხლით გათვალისწინებული, მასზე მაღალი საშელი ნიშნება. მაგრამ მსგავს ვითარებაში, როდესაც არსებობს განაჩენი, რომელმაც შთანთქა სხვა განაჩენით დადგენილი დაკისრებული სასჯელი და ეს განაჩენი ამდენად აღემატება სანქციას, მუხლისას, ანუ ეს საზღვარგარეთ ითვალისწინება მაქსიმუმ 5 წელს და მიშას აქვს 9 წელი მისჯილი, ხო, ქონდა 9 წელი მისჯილი. ასეთ ვითარებაში მე არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი იყო არა მხოლოდ მე შეიძლება მე ვთქვათ მწირი პრაქტიკა მქონდეს ხო ჩემს ირგვლივ და დღეს აი არც სასამართლოს არ ვთქვამს და არც ვთქვათ მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენლებს აი 2-3 პრეცედენტი მაინც რომ მოეყვანათ, ერთი პრეცედენტი მოეყვანათ, სადაც გამოჩნდებოდა რომ მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო. არ იღებს. და აქ რასთან გვაქვს? გასაგებია რომ სასამართლო პოლიტიკური იყო და გადაწყვეტილებას პოლიტიკურია და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ თქვენი როგორც ადვოკატის პოზიცია მართლმსაჯულების კუთხით შევთავაზოთ საზოგადოებას, ამიტომ ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება საქმის პერსპექტივას. არა იმდენად ქართული მართლმსაჯულების პირობებში რაც ხდება უკვე სრულიად ცხადია, არამედ პერსპექტივას საერთაშორისო ასპარეზზე ევროსასამართლოს მიმართულებით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართულებით. ვიდრე ევროსასამართლომდე მივალთ, მანამდე აუცილებლად აპელაციის და კასაციის ეტაპი უნდა გავიაროთ, ანუ ევროსასამართლო, როგორც კონვენციურად ისე პრაქტიკით ითხოვს, რომ ყველა შიდა სამართლებრივი მექანიზმები იქნეს ამოწურული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ საქმეებზე, სააპელაციო განხილვები და უზენაესი განხილვები მაქსიმალურად გაიწელება, რომ აი ეს სიმართლე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ, არ გაირჩეს სტრასბურგში, მაგრამ თუ ქვეყანაში ის ვითარება დარჩა, რაც დღეს არის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შინაარს დაკარგავს იმ თვალსაზრისით, რომ არ აღსრულდება, როგორც მაგალითად ასლან აბაშიძე არ ასრულებდა, იგივე სტრასბურგზე იტყვიან, რომ deep state-იაო და აი სულ რო ხვალ სტრასბურგმა დაავალდებულოს მიშასთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო რომ სამართლიანი სასამართლო უზრუნველყავი, თავისუფლების უფლება გაქვს დარღვეული, მე-18 მუხლს არ ხოვდა პოლიტიკურ დევნას აქ ადგილი. აქ ესენი იტყვიან, რომ აი იქ ესენი არიან deep state-ის წარმომადგენლები და რაღაც მსგავს ევრობიუროკრატები არიან ესე მონათლავენ სასამართლოს და ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თუ რეჟიმს არ შეექმნა პრობლემები სამართლებრივი გზებით მათთან ბრძოლას აზრი დაკარგული აქვს. ადვოკატი ბექა ბასილაია ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ადვოკატები უკვე ამენით საუბრობენ საზოგადოებასთან, თუმცა ისინი უბრალოდ ფაქტს აღნიშნავენ და ეს ნამდვილად აღარ არის უკვე რომელიმე მხარის ადვოკატის ინტერპრეტაცია. ბექას დაამშვიდობოთ, თუმცა აქვე მინდა შვილი შეძენა მიულოცო სამშობიარო ეზოდან გვერდებოდა ახლა ჩვენ და მის შვილს უკეთეს საქართველოში ცხოვრება უსურვოთ.